გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი? ამ კითხვის პასუხს სემეკის დღევანდელი სხდომის შემდეგ გავიგებთ. სხდომაზე მარეგულირებელმა კომისიამ დენზე სამთვიანი დროებითი ტარიფი დააწესა, რომლის ვადაც ორ დღეში იწურება. სემეკი ახალი ტარიფის დადგენისას ელექტროგამანაწილებელი კომპანიების მიერ სექტორში შეტანილი ინვესტიციების ოდენობას გაითვალისწინებს. კიდევ რაზეა დამოკიდებული ახალი ტარიფის განსაზღვრა, რას ამბობენ სპეციალისტები? მერაბ პაპაშვილს სემეკიდან ვრთავთ, სადაც ამ წუთებში სხდომა უნდა დაიწყოს. მერაბ გისმენთ. დენის ტარიფი, რომელიც სემეკის დღევანდელი სხდომის შემდეგ განისაზღვრება, შეეხება ერთის მხრივ მთელს მოსახლეობას და მეორეს მხრივ კომერციულ სექტორს. ტარიფი, რომელიც ახლა მოქმედებს, არის დროებითი, ის მიიღეს გასული წლის ბოლოს, თუმცა მაშინ ითქვა, რომ სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სემეკი კიდევ ერთხელ შეაფასებდა სექტორში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის მხედველობაში მიიღებდა ენერგოპრო ჯორჯიასა და თელასის მიერ სექტორში დაგეგმილ ინვესტიციებს და ამის შემდეგ შეიმუშავებდა ახალ ტარიფს. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, რის შემდეგაც გავიგებთ, თუ რამდენი მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავენ ელექტროგამანაწილებელი კომპანიების სექტორში და მოახდენს თუ არა ეს გავლენას თავად დენის ტარიფზე. ყოველ შემთხვევაში წინა სხდომაზე ითქვა, რომ ამ კომპანიებს აქვთ ხარჯი ინვესტიციების სახით, რაც მათივე თქმით უნდა აისახოს უკვე შემდგომ ტარიფში. მას შემდეგ, რაც სხდომა დასრულდება, უფრო მეტს გავიგებთ, როგორი იქნება ახალი ტარიფი, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ დენის გარდა არ განიხილება და იგივე დარჩება ბუნებრივი აირის ტარიფი. კომისია იმსჯელებს ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომერციული სექტორისთვის. ტარიფები დადგინდება თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა და ებჯორჯია მიწოდების მომხმარებლებისათვის. მოგეხსენებათ 2025 წლის 29 დეკემბერს კომისიამ დაადგინა დროებითი ტარიფები. ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ გადახედა მათ შორის ინვესტიციებს, ასევე იმსჯელა დეტალურად იმ კომპონენტებზე, რაც შედის ტარიფში. გადაწყვეტილება უკვე დღეს გამოცხადება კომისიის სხდომაზე, რომელიც 12 საათზე დაიწყება და დადგინდება გრძელვადიანი ტარიფები. გრძელვადიანი ტარიფების დადგენამდე გასული წლის 29 დეკემბერს გაიმართა სემეკის სხდომა. მაშინ თავად ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა ითხოვეს დამატებითი დრო, რომ ბოლომდე შემუშავებულიყო მათი საინვესტიციო გეგმა. მაშინვე იყო მოლოდინი და კიდევ ერთხელ ითქვა, თუნდაც მთავრობაში შეხვედრის შემდეგ, რომ ამ სექტორში ხარჯები იზრდება, ასევე იზრდება მოხმარებაც. ეს კი თავის მხრივ უნდა აისახოს სავარაუდოდ დენის ტარიფზეც. საბოლოო ჯამში როგორ შემუშავდება ახალი ტარიფი, როგორ დაკორექტირდება ის, ამას დიდი ალბათობით ჩვენ უახლოეს რამდენიმე საათში გავიგებთ.